ჯერ ადმინისტრაციული წესით, შემდეგ სისხლის სამართლის კოდექსით. შეიცვალოს უკრახატში ახლოცკომისები ხმაური ნიკა მელიას პროცესზე. გუში დადის 12 საათამდე მე იყო გადადგისვა. 9 საათზე გაიტაცე ციდარის ადამიანი, რომელიც ეხლა თქვენ გელაპარაკებთ. მესამე პოლიტიკოსი, რომელსაც საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობა შეუფარდეს. საფუძველი იმისა, რომ ის ნაკლებ მკაცრი აკონტროლიზება შეცვლილი იყო სახეზე იყო, ვინაიდან მან უგულებელ იყო სასამართლოს განჩინება. როგორ დასრულდება საქართველოს და უკრაინის ხანგრძლივი გზა ნატოსკენ. ჩვენთვის უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ განიხილება. ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც რუსეთი აყენებს. ისინი არა მხოლოდ უკრაინაზე საუბრობენ საქართველოზე და მოლდოვაზე. პუტინის ულტიმატუმი და ტრამპის პირობა. ამას უნდა კონდეს შესაბამისი საპირისპირო ტაქტიკა. მოსკოვი და ვაშინგტონი დაუხურავენ თუ არა სამხედრო ალიანსის კარს თბილისს და კიევს. დიდი ქვეყნები ილაპარაკებენ, ჩვენ პატარა ქვეყნებმა არავის არ უნდა მიუცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნები გამოყენებული იყოს სხვადასხვა დიდი ქვეყნების ინტერესების გასატარებლად. ჩემპიონთა ლიგის თასის მოლოდინში. გუნდში ყავს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, კვარა. კურიერი მიუნხენშია. მთელი საქართველო გვერდით უდგავართ, კვარა ცხელია. მოიგებს თუ არა საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ფინალს ქართველ ვარსკვლავთან ერთად. ხუჩა კვარაცხელიას ვარჯიში ალიანს არენაზე. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერ 9 საათზე, დღეს 30 მაისია, გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამომშვიდობისა. ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდეს. არ უნდოდა, მაგრამ საკუთარ სასამართლო პროცესს მაინც დაასწრეს. გირაოს გადახდის ვადის ამოწურვამდე 3 საათით ადრე ახლების ლიდერი გუშინ ადმინისტრაციული წესით დააკავეს. უკვე დღეს კი ციხეში სისხლის სამართლის კოდექსით გაუშვეს, რომელიც ან ჯარიმას, ან 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე მესამე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხდება, რომელსაც საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გირაო პატიმრობით შეუცვალეს. მელიამ დღეს ნაწილობრივ მაინც აისრულა სურვილი ოპოზიციონერმა ლიდერმა წყალი შეასხა მოსამართლეს, რის გამოც ის დარბაზიდან გააძევეს. სასამართლო დარბაზში დღეს ჩხუბიც იყო ოპოზიციას პრეტენზიები აქვს მოსამართლესთან, რომელიც არ დაინტერესდა რა ვითარებაში აიყვანეს მელია წუხელ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. რა მოხდა გირაოს გადახდის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე. ეს დღეს თავად მოყვა ნიკა მელიამ, რომელიც მომხდარს მის გადაცებას უწოდებს. მელიაც და მისი დაცვის მხარეც ირწმუნებიან, რომ მას დაკავებისას კიდევ ჰქონდა დრო, რომ გადაწყვეტილება შეეცვალა და 50,000 ლარიანი გირაო გადაეხადა. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ნიკა მელიამ გუშინ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს. გუშინ რა მოხდა, ამის ამსახველი ვიდეო მასალა არ გავრცელებულა, თუმცა დღეს მელიას ქმედება დარბაზში მყოფმა კამერებმა დააფიქსირეს. დარბაზში იყო ნანა გოგატაძეც, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში მოგუყვება რა ხდებოდა პროცესზე. 3 საათიანი ხმაურიანი სასამართლოს სხდომა დასრულდა იმით, რომ ნიკა მელიას აღკვეცის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა. ეს შუამდგომლობა დააყენა სახელმწიფო ბრალდებამ, ვინაიდან გირაოს გადახდის ვადა გუშინ ღამის 12 საათზე ამოიწურა და ნიკა მელიამ, როგორც დაანონსებული ჰქონდა, თანხა არ შეიტანა. გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე შვანგირაძემ და ამ გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე წუთით ადრე ბრალდებულმა პოლიტიკოსმა საბრალდებო სკამიდან მოსამართლეს წყალი შეასხა. გადაწყვეტილების მიღების შემდგომ და ამ ინციდენტის შემდგომ ხმაური იყო სხდომათა დარბაზში, თუმცა იქამდე კოალიცია ცვლილების ლიდერმა ვრცლად ისაუბრა გუშინ ადმინისტრაციული წესით დაკავებასთან დაკავშირებით. საქალაქო სასამართლოს ნომერ 12 სხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრალდებულმა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა. ინციდენტის შემდეგ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი მსაჯულმა სხდომათა დარბაზიდან გააძევა. დაპირისპირება იყო დარბაზში მყოფებსა და მანდატურებს შორის. ამ ინციდენტს წინ ნიკა მელიასა და მოსამართლე შვანგირაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. მელიამ წინა სასამართლოს სხდომაზე, რომელზეც დასწრებაც ჯერ არის სურვა, შემდეგ კი თავად მოითხოვა ვრცლად ისაუბრა გუშინ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისი დაკავების დეტალებზე, რასაც ახალის ლიდერი გადაცებას უწოდებს. მოხდა ჩემი გადაცემა და არანაირი დაკავება. გააჩერა მოულოდნელად ეგრეთ წოდებული საპატრულო საშუალება. გარსაიდან დაახლოებით 11 ადამიანი იყო
სამარშრუტო ფურგონში, სადაც მე ძალის გამოყენებით მომათავსეს. მოსამართლემ განუმარტა, რომ დღევანდელი პროცესი არა ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევას, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულს ეხებოდა. 9 საათზე გაიტაცეს იდარის ადამიანი, რომელიც ეხლა თქვენ გელაპარაკეთ. კითხვა არ გიჩნდებათ, რა მოხდა. თქვენ გირაოს გადახდას აპირებთ და ამ საკავებამ შემოშალათ. გირაოს გადახდა არ გადახდას და დაკავშირებით კითხავთ რომ სვა. მე რაც ახლა მოგიყები, ეს არ არის თქვენი საინტერესო. სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფარგლებში ამის კანონიერებაზე არ გულები მჟღერთ. ეს არის ადმინისტრაციული სხდომათა დარბაზში ბრალდებულ მელიას პოლიტიკურ გამოსვლამდე პროკურორმა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 50,000 ლარიანი გირაოს გადახდა ჰქონდა დაკისრებული. ბადაკი გუშინ ამოეწურა. სახელმწიფო ბრალდებამ განმარტა, რომ ნიკა მელიამ აღკვეთის პირობები დაარღვია და თანხის არ გადახდით უგულებელყო კანონი. მოსამართლემ ბრალდების მხარეს შუამდგომლობა სრულად გაიზიარა და გირაო პატიმრობით შეცვალა. მოცემულ შემთხვევაში გირაოს უზრუნველყოფა ამოძრავი კომუნიკაცია შესაძლებელია თავად მესამე პირების მხრიდანაც და არამხოლოდ ბრალდების მხრიდან. გარდა ამისა, სასამართლო ხელოვნებაში იღებს ბრალდების ცევას, რომელიც არის აშკარად არაკანონმორჩილი, და შეიცვალოს უკმაყოფილება ხელმძღვანელობით აბილოს. მოსამართლე შვანგირაძის ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა დაცვის მხარე. ნიკა მელიას ადვოკატი და თანა გუნდელი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობა უკანონოა, რადგან ადმინისტრაციული წესით დაკავებამდე ბრალდებულს ჯერ კიდევ ჰქონდა გირაოს გადახდისთვის დარჩენილი დრო. მოსამართლე შვანგირაძეს ყავს უკანონო პატიმარი, დაარღვია კანონის ის მოთხოვნა, რომ ადამიანი დააკავეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ იყოს შესაძლებლობა, რომ კანონით დადგენილი მოთხოვნები შეესრულებინა. დაცვის მხარის არგუმენტები აბსურდულია ბრალდების მხარისთვის. პროკურორის თქმით, ნიკა მელია 29 დღის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ არც გირაოს გადახდას და არც პროცესზე დასწრებას გეგმავდა. ჩვენ ვისმენთ პოზიციას, რომ იგი არ აპირებდა გირაოს ოდენობის გადახდას, არც ქონებით უზრუნველყოფას. მიუხედავად ამისა, ჩვენ დღეს პროცესზე მოვისმინეთ დაცვის მხარის პოზიცია, რომ თურმე ბოლოს 3 საათში იგი შეიცვლიდა პოზიციას და იგი გადაიხდიდა გირაოს ოდენობას, თუმცა შეეზღუდა ამის შესაძლებლობა. ბუნებრივია ეს იყო მისი მხრიდან პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა. ხმაურიანი სასამართლო პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილები იყვნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და ნიკა მელიას მხარდამჭერები. ხელისუფლების ოპონენტები მელიას უდანაშაულობაში დარწმუნებული არიან და მას პოლიტპატიმარს უწოდებენ. ეს არის რეპრესიების გაგრძელება. მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო მეტ კონსოლიდაციას გამოიწვევს, სწორედ გაერთიანებაშია ქვეყნის გადარჩენის ყველაზე სწორი, მარტივი და სწრაფი გასაღები. ის რომ ნიკა მელიას გაცხადებული ჰქონდა, რომ არაპირებდა გირაოს გადახდას, არ ნიშნავს იმას, რომ ვადაზე ადრე შეიძლებოდა მისი დაკავება. ნებისმიერ კანონდარღვევას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ნიკა მელიამ შეურაცხყოფა ჯერ სამართალდამცველს მიაყენა, რის გამოც ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მეორე დღეს კი უკვე საჯაროდ მოსამართლეს. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ მსგავსი ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება. ნიკა მელია არის ყოველგვარ მორალურ ღირებულებებისგან დაცლილი კრიმინალი. ყველა კრიმინალის მიმართ, ვინც ჩაიდენს მსგავს ქმედებას, შეურაცხყოფას მიაყენებს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელს, შეურაცხყოფას მიაყენებს მოსამართლეს, რა თქმა უნდა, რომ მის მიმართ კანონი იქნება ადეკვატური და მკაცრი. მას ჰქონდა ვადა, ბუნებრივია, 12 საათამდე გირა უნდა გადაეხადა, იმის გამო კი არ დაუკავებიათ. არამედ, როდესაც პატრონმა გააჩერა გარკვეული წესის დარღვევის გამო, შემდეგ შეურაცხყოფასი გადასულა და ადმინისტრაციული წესი დააკავეს. ინტერპრეტაციები არ არის საჭირო ზედმეტი. ვინმეს დაკავება რო დოუდა, დილას დააკავებდნენ. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი გუშინ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177 მუხლით დააკავეს და წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს. მისივე სურვილით ნიკა მელია იზოლატორიდან დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გადმოიყვანეს. საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე მომდევნო სხდომა 12 ივნისს ჩაინიშნა. დასრულდა თუ არა საქართველოსა და უკრაინის ხანგრძლივი გზა და სწრაფვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტასთან დაკავშირებით მოსკოვი და ვაშინგტონი ალიანსში შესვლის მსურველთა გარეშე საუბრობენ. ვლადიმერ პუტინის მოთხოვნა მხოლოდ უკრაინას არ ეხება. დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საუბარია საქართველოსზეც და მოლდოვაზეც. კითხელოგმა დაადასტურა, რომ თუ ომი დასრულდება, შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციის ინტერესებს გაითვალისწინებს და შეაჩერებს მის საზღვრებთან იმ სამხედრო ალიანსის გაფართოებას, რომლის
საერთაშორისო მისიებში. საქართველოს ერთსულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუცია აქვს შეტანილი, მათ შორის ეს ეხება თავად ნატოს ქვეყნებს და ამ ქვეყნების მიერ გაღებულ მსხვერპლს. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მე-11 გაფართოება არ იქნება, ყოველ შემთხვევაში თუ იქნება რუსეთის მეზობლების გარეშე. ულტიმატუმს, რომელიც პუტინმა ჯერ კიდევ უკრაინის ომის დაწყების წინ წაუყენა ბაიდენის ადმინისტრაციას, შესაძლოა ახლა ტრამპის ადმინისტრაცია დასთანხმდეს. ქვეყანა, რომელიც 3 ათეული წელია იბრძვის ალიანსში გასაწევრიანებლად და რომელსაც ეს კონსტიტუციაშიც კი აქვს შეტანილი, შესაძლოა 2 ყველაზე გავლენიანი ქვეყნის გარიგების საგანი გახდეს. ვაშინგტონი და მოსკოვი, თბილისისა და კიევისთვის ნატოს კარის დახურვაზე დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ. რას მოუტანს პუტინთან დათმობაზე წასვლა მსოფლიოს და სად წაიღებს ნატო ბუქარესტის სამიტის ჩანაწერს, ეს მალე გამოჩნდება. კიტკელოგი კი უკვე დღესაც ცხადებს, რომ ვაშინგტონის პოზიციას 4 ქვეყანა იზიარებს. შვიდობის სანაცვლოდ ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება. ტრამპი პუტინის პირობას დაპირებით პასუხობს. ალიანსი რუსეთის საზღვართან არ მივა, რაც ნატოში უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მიღებას ავტომატურად გამორიცხავს. ამერიკის პრეზიდენტის პოზიცია უკრაინის საკითხებში მისმა წარმომადგენელმა ABC News-თან ინტერვიუში დაადასტურა. კიტკელოგის თქმით, მათთვის გასაგებია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნატოში ინტეგრაცია რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება და დღის წესრიგში არც უკრაინის გაწევრიანება დგას. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენთვის უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ განიხილება. ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამას ამბობს. შემიძლია დავასახელო ნატოს კიდევ 4 ქვეყანა, თუმცა ნატოში გაწევრიანებისთვის 32 წევრის თანხმობაა საჭირო. ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც რუსეთი აყენებს. ისინი არა მხოლოდ უკრაინაზე საუბრობენ, საუბრობენ საქართველოზე და მოლდოვაზე. ჩვენ ვამბობთ, კარგი, შეგვიძლია მთლიანად შევაჩეროთ ნატოს გაფართოვება თქვენს საზღვრებთან ახლოს. ეს მათთვის უსაფრთხოების საკითხია, თუმცა ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა. გენერალ კელოგის განცხადება თბილისში არავის გაკვირვებია, მათ შორის არც ის, რომ ომის დასრულების ერთ-ერთი პირობა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს ნატოში ინტეგრაციასაც უკავშირდება. სახელმწიფო გუნდში ამბობენ, რომ თავიდანვე ნათელი იყო სამხედრო აგრესიის დაწყების გლობალური მიზეზი, კონკრეტული სახელმწიფოების სტრატეგიული ინტერესები. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მიმდინარე პროცესების მიუხედავად საქართველო ყოველთვის იყო და რჩება ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთგული. ნათელი იყო, რომ ეს არ იყო მხოლოდ, ასე ვთქვათ, რუსული აგრესია მიმართული რაღაცა ტერიტორიების შემოერთებისათვის. ეს ერთი ნაწილი იყო, მაგრამ გლობალური ნაწილი იყო სწორედ დაპირისპირება ამერიკის შეერთებული შტატები, ნატოსა და რუსეთს შორის. აქ ორივე მხარე თავისი სტრატეგიული სივრცის, როგორც ისინი თვლიან, გაფართოება დაცვისათვის იბრძოდა. ამ შემთხვევაშიც ამიტომ მოლაპარაკებების შესაძლო მთავარ საკითხად დადგა ნატოს გაფართოება, არ გაფართოება. ტრამპის მზად ყოფნას პუტინის პირობა განიხილოს ომის დასრულების ამერიკულ ტაქტიკას უკავშირებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე გადამწყვეტი სიტყვა სწორედ ამერიკას ეთქმის. ამიტომ იმედოვნებენ, რომ გაფართოების საკითხზე პოზიციები გადაიხედება. პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ რაც მეტი დათმობა იქნება რუსეთისთვის და ისინი ამას მუდმივად აკეთებენ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით რა პრინციპით მოქმედებენ, ითხოვენ ძალიან ბევრს და ყველაფერს, მათ შორის ბუნებრივია ნატო ყოველთვის იყო რაღაცა გარკვეული წითელი ხაზი, მაგრამ ამას უნდა კონდეს შესაბამისი საპირისპირო ტაქტიკა. ნატოში ინტეგრაციას ხანგრძლივი პროცესია და ჩვენ ხედავთ, რომ წლების განმავლობაში მიმდინარეობს ეს პროცესი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მდგენელი ამ საკითხში არის რუსეთ-უკრაინის ომი. დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს. რა შედეგით დასრულდება უკრაინის საკითხზე ამერიკა-რუსეთის შეთანხმება. ამას საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოების გადმოსახედიდან აკვირდება. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე ნატოს გაფართოების საკითხს ამერიკა-რუსეთის ეროვნული ინტერესები განაპირობებს. თუმცა საქართველოს საკუთარი ინტერესი აქვს, გარანტია რაც ქვეყანას სტაბილურობას და მშვიდობას შეუნარჩუნებს. როგორც უკრაინა ითხოვდა მაგალითად არ შევალ ნატოში, მაგრამ მაშინ გარანტიები მომცენ უსაფრთხოებისათვის. ნატოს წევრების გადაწყვეტილებაზე ჩვენ გავლენას ვერ მოვახდენ. ჩვენ ფიქრობთ, რომ ნატოს წევრობა არის უსაფრთხოების გარანტია. თუ რამე ალტერნატივა არსებობს, რასაკვირველია ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ დიდი ქვეყნები დაპირისპირებული, ბრუტალურად დაპირისპირებული ქვეყნები ერთმანეთთან შეთანხმდნენ. ჩვენ პატარა ქვეყნებმა არავის არ უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნები გამოყენებული იყოს სხვადასხვა დიდი ქვეყნების ინტერესების გასატარებლად. პირიქით ჩვენ
ჭირდება ბევრი მეგობარი, ჭირდება პარტნიორები. კით კელოგის განცხადებას რუსეთიდან გამოეხმაურა და დახურული მოლაპარაკების შედეგი უწოდა კრემლის პრეს-სპიკერმა. დიმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვი მოხარულია, რომ აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების დაუშვებლობის შესახებ ვაშინგტონს პუტინის განმარტებების ესმის. ვაშინგტონთან ურთიერთობაზე და რეგიონში საქართველოს როლზე სასაუბრო თბილისში ჩამოვიდა რესპუბლიკელი სენატორი სტივ დეინსი, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძეს შეხვდა. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ადასტურებს, რომ საქართველოს გადამწყვეტი როლი აქვს კავკასიაში მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში და მოუწოდებს თბილისი თანამშრომლობს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინ წაწევის მიზნით. საუბრის შემდეგ სტივ დეინსმა დაწერა, რომ მოხარულია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შესაძლებლობით, რომელზეც ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს. შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა ირაკლი კობახიძემაც პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა ურთიერთობების გადატვირთვის და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, რომელიც კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება და ხელშესაღებ შედეგს მოუტანს ორივე ქვეყანას. საუბარი იყო ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალზეც პრემიერმაც და სენატორმაც შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერეს. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ სტივ დეინსთან. განვიხილეთ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი პარტნიორობა, ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. ვისაუბრეთ ასევე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კონტექსტზე. კიდევ ერთხელ დაბადასტურეთ ჩემი მთავრობის მტკიცე პოზიცია, რომ მზად ვართ გადაიტვირთოს და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მკაფიო და ქმედით გზამკვლევებზე დაყრდნობით, რომელიც რეალურ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას. საქართველოს რჩება სანდო პარტნიორად, რომელიც პარტნიორებს სტრატეგიულ შესაძლებლობებს და მრავალმილიონიან ძლიერ ბაზრებზე წვდომას თავაზობს. სენატორი დეინსი მოხარულია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან დღეს შეხვედრის შესაძლებლობით, რომელზეც განხილული იყო ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება. სენატორმა დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი კავკასიასა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში. მან მტკიცედ წაახალისა საქართველოს იმუშაოს მჭიდროდ პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან ეკონომიკური და უსაფრთხოების საერთო ინტერესების წინსვლისთვის. ვისაუბრეთ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობებზე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ჩვენს პრიორიტეტებზე. კიდევ ერთხელ აღინიშნა ძალიან მკაფიოდ, რომ საქართველო მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის და ამ ურთიერთობების შინაარსზე ორიენტირებულად წარმართვისთვის. სენატორის მხრიდან ძალიან ღრმა დაინტერესება იყო გამოჩენილი საქართველოს საკითხთან დაკავშირებით. ის საქართველოს უყურებს როგორც ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანას რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში, ეს ცალსახად იყო მისი მხრიდან ნათქვამი. არაერთხელ აღინიშნა, რომ ის კომუნიკაცია, რომელიც მოხდა პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა საბოლოო ჯამში გავლენას მოახდენს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე და იმ მიდგომებზე, რაც ყალიბდება ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსთან დაკავშირებით და ეს აისახება პოზიტიურად. სტივ დეინსის თბილისში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც. ის გეგმავს წამოჭრას შიდე და საგარეო საკითხები, მათ შორის კანონის უზენაესობა და ბიზნესისა და უცხოური ინვესტიციების პრიორიტეტები. ის ასევე გეგმავს, რომ გააჟღეროს პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, მათ შორის ამერიკა უპირველეს ყოვლისა დღის წესრიგის ფილოსოფია და ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ. ნათქვამია შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის განცხადებაში. სენატორი დილით ოპოზიციასაც შეხვდა. სტივ დეინსი თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა, სადაც შეხვედრა ჰქონდა ილჰამ ალიევთან. სტივ დეინსის ვიზიტი საქართველოში, რომელიც გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორია, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ისინი მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სენატორის ვიზიტი და აქედან ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გაგრძელდეს ერთი დელეგიტიმაციის პროცესი ქართული ოცნების წინააღმდეგ და მათ შორის გაგრძელდეს ჩვენი წინააღმდეგობა, რომელსაც იქნება სხვადასხვა ფორმა, ეს იქნება სანქციები, ეს იქნება საპროტესტო აქციები და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ ნორმალური ურთიერთობები ყველა სერიოზული საკითხის განხილვა, რომელიც ეხება საქართველოს მის მომავალს, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, რაც ესოდენ
საშუალო საქმეა ჩვენთვისაც და უნდა აწყობდეს ამერიკის შეერთებულ შტატებსაც და ბევრ სხვა ქვეყანას, ვინაიდან საქართველოს საგანგებო გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ამ პოლიტიკურ რუქაზე მსოფლიოში. მიმდინარე პროცესებში ჩვენი როლი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. თუმცა მცირე რესურსების მქონე ქვეყანაა, გავლენას ვერ მოახდენს მსოფლიო პროცესებზე, მაგრამ მაინც საქართველო არის ის ქვეყანა, რომლის სტაბილურობაში დაინტერესებული უნდა იყოს პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დაინტერესებული უნდა იყოს აზიაც, რომელიც ლამობს საკმაოდ ინტენსიური ბიზნეს და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას დასავლეთთან. ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, ახალი ფურცლიდან დაწყება. მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა. ეს ყველაფერი ცხადია უნდა იყოს ორმხრივი. ჩვენ ხედავდით მთელი ბოლო წლების განმავლობაში Deep State-ი რა განცხადებებს აკეთებდა, როგორ ეპყრობოდა ქართულ სახელმწიფოს, რა დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენთან მიმართებით. თქვენ იცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავარი პრიორიტეტები, რაც ასე რომ ვთქვათ, დაისახა მიზნად, პირველი ეს იყო უკრაინა-რუსეთის ომის დამთავრება და ეს იყო Deep State-ის დამარცხება. პროცესი მიდის, დაველოდოთ თუ როგორ დასრულდება. რესპუბლიკელი სენატორი სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდა, რომელიც დღეს დარწმუნებით ამტკიცებდა, რომ სტივ დეინსი მხოლოდ ოპოზიციას ესაუბრა, თუმცა ექს-პრეზიდენტის ეს სიტყვები, როგორც თავად ნახეთ, არ შეესაბამება სიმართლეს. დღესვე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დახმარებისთვის კვლავ მიმართა უცხო ქვეყნების ლიდერებს. კერძოდ, ეს არის ვაიმარის სამკუთხედი, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა. სალომე ზურაბიშვილი გერმანიას, საფრანგეთს და პოლონეთს თხოვს დახმარებას საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე. ეს ის სამკუთხედია, რომელმაც 26 მაისს უცნაური განცხადება გაავრცელა და დაგმო საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, მაშინ როდესაც დონალდ ტრამპმაც კი მიულოცა დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტს და ცალკე ფრაზად ჩაწერა მთავრობასთან თანამშრომლობის არეალის გაფართოებაზე. ამ ფონზე სალომე ზურაბიშვილი კვლავ სანქციების გამკაცრებას ითხოვს ევროკავშირის იმ სამი ქვეყნისგან, რომელთაგანაც ორმა, საფრანგეთმა და პოლონეთმა უკვე საკუთარ მოქალაქეებსაც კი მოუწოდა, რომ გაფრთხილდნენ და საქართველოში არ ჩავიდნენ. ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ამაზე რეაქცია აქვს და უფრო მეტ ზეწოლას თხოვს სხვა ქვეყნების დედაქალაქებს თბილისზე. ჩვენ მოვითხოვთ და იმედი გვაქვს, რომ გვექნება პირდაპირ მათი მხარდაჭერა. სალომე ზურაბიშვილი ვაიმარის სამკუთხედის ლიდერებს დახმარებას თხოვს. ექს-პრეზიდენტმა ვრცელი წერილი საფრანგეთის პრეზიდენტს, გერმანიის კანცლერს და პოლონეთის პრემიერ-მინისტრს გაუგზავნა. ახალი საპარლამენტო არჩევნების ორგანიზება, ევროპული კურსის აღდგენის საგზაურუკა, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ოპოზიციის მხარდაჭერა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, სანქციების გამკაცრება. საკუთარი გეგმის განხორციელებაში ზურაბიშვილს ევროპელი ლიდერების მხარდაჭერის იმედი აქვს. ჩვენ მათ მიმართეთ მთელი რიგი საკითხებით, რომელიც მოითხოვს დღეს და დღესვე ყურადღებას ჩვენი პარტნიორების და უფრო აქტიურ და ეფექტურ ევროკავშირის პოლიტიკას საქართველოს მიმართ, უფრო ჩამოყალიბებულ პოლიტიკას და ჩვენ ასევე გაუმეორეთ, ცხადი არის ის მთავარი ჩვენი ორი მოთხოვნა, რომელიც რჩება ურყევი. ერთი რამ უნდა იცოდეს ყველამ, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებს უძღვება ქართველი ხალხი და არა ვინმე გარედან. წინააღმდეგობის პლატფორმის მოთხოვნებს მართველი გუნდიდან უპასუხეს. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ზურაბიშვილს და მის ირგვლივ გაერთიანებულ ოპოზიციურ პარტიებს რესურსი ბოლომდე ამოიწურათ და ახლა ისინი მხოლოდ უცხოეთიდან დახმარების იმედად არიან. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები არ ეკუთვნიან თავიანთ თავს. ის ქმედებები, რასაც ჩვენ ხედავთ ბოლო თვეების, ბოლო წლების განმავლობაში ამ უსამშობლო რადიკალების მხრიდან, რა თქმა უნდა, არის გარედან მართული პროცესები. თავიანთი პატრონები, რასაც უბრძანებენ, ეტყვიან, რა მიმართულებით უნდა წავიდნენ, რაზე უნდა ისაუბრონ, რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, ყველაფერი იმართება გარედან. ოპოზიცია არსებული ვითარებიდან გამოსავალს მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნასა და პარტნიორების მხრიდან ქართულ ოცნებაზე ზეწოლის გაძლიერება შეხედავს. ამ პროცესში კი უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერას ელოდება. ეს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ფორმაცია ევროკავშირის შიგნით, რომელიც მოიცავს გერმანიას, საფრანგეთს და პოლონეთს და მათ გააკეთეს სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება 26 მაისთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ამ ხაზის გაგრძელება. დახმარებას თუ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად მივიჩნევთ, მაშინ ქართულმა ოცნებამ უარი თქვას იმ საბიუჯეტო შემოსრულებებზე, რომელიც გარედან შემოდის. ეს დახმარების ფორმა.
ოპოზიციის გეგმა უცხოელი პარტნიორებისთვის თხოვნა გარეძალების მხრიდან საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობაა მართველი გუნდისთვის. ქართული ოცნების წევრები დარწმუნებულები არიან, რომ სხვა შემთხვევების მსგავსად ოპოზიცია ახლაც უცხოეთიდან მიღებულ კონკრეტულ მითითებებს ასრულებს. ითხოვენ იმას, რაც მათ გონიათ, რომ კარგად გამოსდით. ეს არის ქვეყნის და სამშობლოს ღალატი. ხა როდესაც ქვეყნის შიდა საქმეებში ასე პირდაპირ გზით, პირდაპირ მოთხოვნით ჩარევას ითხოვ უცხო ქვეყნისგან, ამ ყველაფერს ქვია ელემენტარულად ღალატი. თითქოს აწყდებიან აქეთ-იქით. ზოგიერთ ითხოვენ ქვეყნებისგან დასანქცირებას მთავრობის და რეალურად ეკონომიკური ზიანის მოყენებას და იმედი აქვს, რომ ხალხი ეკონომიკური პრობლემების შექმნის კვალ-დაკვალ ქუჩებში გამოვა და იმ რევოლუციონერებს შეუერთდებათ, რომელიც ესეთი ოლეთა სექტის სახელით არის ბოლო პერიოდში ცნობილი. ყოფილ პრეზიდენტთან ერთად ვაიმარის სამკუთხედის ლიდერებისთვის გაგზავნილ მიმართვას დროა, ფედერალისტები, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, თავისუფლების მოედანი, ევროპული საქართველო და გირჩი მეტი თავისუფლება შეუერთდა. მეტი ზეწოლა როგორ უნდა დაეხმარონ ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის ადრესატი ვაიმარის სამკუთხედი ქმედებებზე ჯერ კიდევ გუშინ გადავიდა. საფრანგეთისა და პოლონეთის მიერ გავრცელებული გაფრთხილება ხელისუფლებაზე მეტად საქართველოს მოქალაქეებს დააზიანებს. პოლიტიკური მცდელობების შემდეგ ეს უკვე დარტყმა ტურიზმზე ვარშავა და პარიზი ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედებაზე გადავიდნენ. რომელი ქვეყნის მოქალაქე წავა სხვა ქვეყანაში, თუ მას საკუთარი საელჩო არ შეშვების ან დაკავების საშიშროების შესახებ გააფრთხილებს. არა და სტატისტიკა სულ სხვა უარყოფით ბალანსზე მეტყველებს 2024-25 წლები საფრანგეთმა და პოლონეთმა საკუთარ ქვეყნებში 1300-ზე მეტი ქართველი არ შეუშვეს. მაშინ როდესაც ამავე წლებში საქართველოს საზღვარი ვერ გადმოკვეთა საფრანგეთის მხოლოდ 16-მა და პოლონეთის 9 მოქალაქემ საერთო ჯამში ბოლო 2 წელიწადში ამ ორი ქვეყნიდან 100,000 ტურისტია შემოსული საქართველოში და ამ დრომდე არსად ყოფილა ცნობა, რომ მათ სადმე რაიმე პრობლემები შეუქმნეს. პარლამენტის თავმჯდომარე პოლონეთისა და საფრანგეთის საელჩოების მიერ გავრცელებული განცხადებების მიღმა საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას ხედავს. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში ჩამოსვლის მსურველებში შიშის დათესვა ტურიზმის სექტორზე დარტყმის მცდელობაა. მისივე შეფასებით შემაშფოთებელია ისიც, რომ პოლიტიკაზე თავდასხმის შემდეგ სამიზნე ეკონომიკა ხდება. ძალიან შემაშფოთებელია თუ ქართულ პოლიტიკაზე წარუმატებელი თავდასხმების შემდეგ ახლა ქართულ ეკონომიკაზე თავდასხმები უნდა ვიხილოთ. ტურიზმი ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდისთვის მნიშვნელოვანი სფეროა. მასზე უსაფუძვლო თავდასხმა კი ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე და ჩვენს ეროვნულ ინტერესზე თავდასხმაა. სინამდვილე რა თქმა უნდა აბსოლუტურად სხვაა, ვიდრე ის აღქმა, რომლის შექმნასაც ამგვარი განცხადებებით ცდილობენ. საბედნიეროდ საზღვრის კვეთა არა აღქმების სფერო, არამედ სტატისტიკის და ფაქტების სამყაროა. სტატისტიკის მიხედვით, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს, პოლონეთი და საფრანგეთი, ისევე როგორც ჯამურად ევროკავშირი, საქართველოს უფრო მეტ მოქალაქეს ეუბნება უარს საზღვრის კვეთაზე ვიდრე პირიქით. შალვა პაპუაშვილი დიპლომატებს ვენის კონვენციის დაცვას ურჩევს. 2024-25 წლებში საქართველომ საზღვრის კვეთაზე უარი უთხრა პოლონეთის სულ 9 მოქალაქეს, ხოლო პოლონეთმა საქართველოს 1250 მოქალაქეს. პოლონეთის მხრიდან იყო 140-ჯერ მეტი უარი საზღვრის კვეთაზე. 2024-25 წლებში საქართველომ საზღვრის კვეთაზე უარი უთხრა საფრანგეთის სულ 16 მოქალაქეს, ხოლო საფრანგეთმა საქართველოს 145 მოქალაქეს. საფრანგეთის მხრიდან იყო 9-ჯერ მეტი უარი საზღვრის კვეთაზე. 2024-25 წლებში საქართველომ საზღვრის კვეთაზე უარი უთხრა ევროკავშირის სულ 184 მოქალაქეს, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს 4825 მოქალაქეს. ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან იყო 26-ჯერ მეტი უარი საზღვრის კვეთაზე. 2024-25 წლებში პოლონეთმა, საფრანგეთმა და ევროკავშირმა ჯამში საქართველოს 2463 მოქალაქე ქვეყნიდან გამოაწევა. პოლონეთისა და საფრანგეთის საელჩოების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვთ ხელისუფლების ოპონენტებს. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობების მოწოდებები ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორებზე გავლენას ვერ მოახდენს. ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტების შემოდინება არ არის იმ რაოდენობით, რომ საქართველოს ეკონომიკაზე ამან რაიმე გავლენა იქონიოს. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ეძახით დიპ სტეიტის მართულებს შესაბამისი განცხადებები მოდის.
ტომსკი და კაჩინსკი გააკეთებენ განცხადებებს, რომ ეკვეთონ საქართველოს ტურისტულ საზღვრებს. სისულელეა. ეს არის მავნებლობა და მიმართულია იმისკენ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შექმნას. დიპლომატიური წარმომადგენლობების დამოკიდებულებას მართლ პარტიაში მავნებლურს უწოდებენ, აცხადებენ, რომ დაინტერესებული ძალები ქვეყნის იმიჯს მიზან მიმართულად აზიანებენ. ეს გაფრთხილება კი არ არის. ეს არის ირიბი მცდელობა დააზიანოს საქართველოში ტურისტულად თუ სპამიზნით მომავალი პოლონელი მოქალაქეების ინტერესები და შეაფერხონ მათი ჩამოსვლა ხელოვნურად საქართველოში. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ დიახ საქართველოს გაუძლო ძალიან დიდ შემოტევებს, რომ მეორე ფრონტი არ გახსნილიყო. ეხლა უკვე ცდილობენ, რომ ეკონომიკური დარტყმა მოგვაყენონ. პოლონეთისა და საფრანგეთის საელჩოებმა საკუთარ მოქალაქეებს გუშინ მიმართეს და გააფრთხილეს, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე ყველა ის ფაქტორი გადაამოწმონ, რაც შესაძლოა ქვეყანაში შემოსვლაზე უარის მიზეზი გახდეს. ამ ფაქტორებში დაასახელეს დემონსტრაციებში მონაწილეობა და მაღალი ჯარიმები. როგორ დაკარგა სააკაშვილის ხელისუფლებამ აფხაზეთში ერთადერთი ფორპოსტი კოდორის ხეობა, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომამდე სტატუსიც კი შეუცვალა და ზემო აფხაზეთი უწოდა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების უხეში და ხშირ შემთხვევაში ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები დღეს კოდორელებმა გაიხსენეს ადგილობრივების თქმით, ხეობაში სადაც ქართული საჯარისო და საპოლიციო ნაწილები იდგნენ, ისე გავიდნენ კოდორიდან, რომ მოსახლეობას 11 აგვისტომდე არაფერი უთხრეს. დატოვეს 20 კაციანი სამხედრო შენაერთიც, რომელიც იძულებული გახდა ადგილობრივებთან ერთად კიდევ ერთხელ გაელოთ ჭუბერის უმძიმესი გზა და ასე გადაერჩინათ საკუთარი სიცოცხლე. არანაირი ევაკუაცია არც დახმარება 1600-ზე მეტმა ადგილობრივმა საკუთარი ძალებით გამოაღწია კოდორის ხეობიდან, რომელსაც თან რუსული ავიაცია ბომბობდა და თან სეპარატისტული შენაერთები უტევდნენ. იგივე ხდებოდა ლიახვის ხეობაში, რომლის დატოვებაც ადგილობრივებს რუსული ტყვიების ქვეშ უწევდათ. საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განსაკუთრებით ემოციური იყო შინდისის ბრძოლის გმირის რომან ზოიძის ძმის სიტყვები. თბილისში გამარჯვებას ზეიმობდნენ და კონცერტებს მართავდნენ მაშინ, როდესაც შინდისის გმირები აგვისტოს სიცხეში მიწაზე ეყარნენ. გამოგჭით ყველას ყელსო. აი თუ პატარა წინააღმდეგობა იქნებაო. ირაკლი ოქრუაშვილმა ამ სიტყვებით კოდორის მოსახლეობას 2006 წელს მიმართა. 19 წლის შემდეგ პირველად თორნიკე გერლიანმა იმ ხეობაში განვითარებული მოვლენები გაიხსენა, რომელსაც ადგილობრივები საკუთარი ძალებით 16 წლის განმავლობაში იცავდნენ. კოდორში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ სპეციალური ღონისძიებების გატარება განიარაღების მოტივით დაიწყო, რაც ათობით ადამიანის სიკვდილით დასრულდა. მათ შორის იყო თორნიკე გერლიანის მამიდაც. ოპერაცია რო დაიწყო კოდორში, ესე ეძახდნენ კოდორის ხეობის განთავისუფლებას. მაშინ დაიწყეს სახლების დაბომბვა. დაარწეს მამიდა ჩემს 2006-ში და ეზოში დასხილდეს რუსიკო გერლიანი. პირდადად ოქრუაშვილმა ჩხალთაში თქვა, რომ აბა რა გეგონათ თქვენ. ჩვენ ესე უბრალოდ ესე ვიძახდით, რომ ამ ყველაფერს გავაკეთებთ. ქალს, ბავშვს, მოხუც არავის არ დავინდობოთ. თანუ მადლობა თქვითო, რომ ერთი ქალი დაიღუპაო და 10 და 20 და 32. აი თქვენ სადაც გახართ ის მიწევნა დაიწვას. გულგრილობა კოდორის ხეობის მოსახლეობის მიმართ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომშიც გამოიჩინეს. გაფრთხილებისა და ევაკუაციის გარეშე კონფლიქტის ზონაში დარჩენილ ადამიანებს თბილისის მიერ კონტროლირება ტერიტორიამდე მისვლა საკუთარი ძალებით მოუწიათ. კავშირის საშუალება ჩვენ არ გქონდა, არავისთან ინფორმაცია მოგვეპოვნა რეალურად რა ხდებოდა. ზარი განხორციელდა წულუკიძეებთან და უთხრეს, რომ არის ძალიან საეჭვო ვითარება კოდორის ხეობაში, შეიძლება დაიწყოს დაბომბვაც და მოსახლეობამ დატოვეთ იქაურობა. ზარი განახორციელა მაშინდელმა სახალხო დამცველმა, ბატონმა სოზარ სუბარმა, დაღამდა მაგ დროს დავიწყეთ გამოსვლა და თურმე ამ დროს თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს და ნაყოფები უკვე მოხსნილები არიან. შევეკითხე ევაკუაციის გეგმა თუ გაქვს მეთქი ბატონოსო, გაეცინან და შენ საზღვარს მიხედავ და ჩვენ ევაკუაციის გეგმა გვაქვს თუ არა ის არ არის შენი საქმე. მიაჩნია ყველა მცხოვრებსაც კოდორის ხეობიდან ვინც არო მიზანმიმართულად იყო შემოყვანილი ეს ჯარი ხეობაში და რომ დაგვეტოვებინა და გამოსულიყავით. აგვისტოს ომის დროს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიტოვებაზე საუბრობენ ისინიც, ვინც 2008 წელს ცხინვალის რეგიონში ცხოვრობდა. ნონა ყაულაშვილი, რომელმაც დაბომბილი ერედვი საკუთარი ძალებით დატოვა, ნაციონალურ მოძრაობას გენოციდის მოწყობაში ადანაშაულებს. დაბომბების მერე, იმ სროლების მერე უკვე მოსახლეობა რომ მიხვდა, რომ უკვე მიტოვებული იყო უყურადღებოთ მოსახლეობა,
თვით დინებით რომ გამოედინებოდა და როდის მიხვდით ქალბატონო ნონა 9 აგვისტოს დაავტოვე სოფელი კომპაქტურ ჩასახლებებში შეიქმნა ეგრეთ წოდებული მამასახლისების ინსტიტუტები დავალებული ჰქონდათ მათ რომ უნდა ეკონტროლებინათ თითოეულ ოჯახში ვინ შედიოდა ვინ გადიოდა აი ამ წნეხისა და ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა დევნილობის აი 8 აგვისტოდან მოყოლებული მოსახლეობა ჩვენმა ხელისუფლებამ აკეთა რუსეთის საქმე ალბათ გენოციდი უნდა დაემტკიცებინათ სოფლიოსთვის რომ რუსმა მოგვიწყო გენოციდი ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენების საგამოძიებო კომისიაზე ფრიდონ ზოიძემაც გაიხსენა. შინდისის გმირის ძმა ომიდან 17 წლის თავზე კვლავ იმკითხვებს სვამს, რაზეც პასუხი წინა ხელისუფლებისგან ვერ მოისმინა. როგორ მოხდა, რომ აი ეს ამდენი ადამიანი ასეთ 5 დღიან, ასე იგი, საბრძოლო დაპირისპირებაში აი ესე გაიწირა. ჩააბეს ომში სპეციალურად სამწუხაროდ ესე იგი აქ როცა თბილისში კონცერტებს მართავდნენ და რაღაცა ეგრეთ წოდებულ წყალებში გამარჯვებას ეიმობდნენ ეს ადამიანები იქით აგვისტოს ცხელ-სიცხეში ესე იგი ეყარენ და პატრიარქმა და სამღვდელოებამ შევიდა საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები შევიდნენ და გააპატიოსნეს ჩვენი ბიჭები და გადმოიყვანეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულებების მოკვლევას კვლავ განაგრძობს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება მზია ამაღლობელის საქმის განხილვა, რომელსაც პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. დღევანდელ პროცესზე რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდნენ დაცვის მხარის მოწმეები, მათ შორის ბათუმელები ჟურნალისტი, რომელმაც ბათუმის საპროტესტო აქციების ქრონოლოგია ვიდეო ჩანაწერების მიხედვით აღწერა. ასევე ადვოკატების შუამდგომლობით დაიკითხა ქირურგი იმპლანტოლოგი, რომელმაც სასამართლოს გააცნო საკუთარი მოსაზრება და განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის ქმედება ტკივილს ვერ გამოიწვევდა. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ადვოკატების მოწმე სტომატოლოგიურ საქმიანობას ეწევა და მას საექსპორტო შეფასების კომპეტენცია არ გააჩნია. სასამართლოს სხვა მოწმეების დაკითხვით 9 ევნის განახლდება. ეს არის რაც მოკლედ უნდა გითხრა. ყველაზე მნიშვნელოვანი, აი რაც უნდა ყოფილიყო იმ წუთას გამომხატველი, ეს არის ტკივილის გამომხატველი გრიმასი, ანუ პაციენტს ხელი უნდა წაეღო მტკივნეულ ადგილას. ეს არის აი ეს მოძრაობა. კაპილარები ძალიან ეს ქსელი ძალიან სწრაფად გააქტიურდება და გაწითლდება პირველი, მაგრამ ის აუცილებლად დატოვებს კვალს. ის არის სტომატოლოგი და პუპირის გრუში ახორციელებს გარკვეულ სამედიცინო манипуляციებს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მან თავის ცხოვრებაში პირველად ჩაატარა მსგავსი კვლევა, წარუდგინეს ვიდეო ჩანაწერი და ვიდეო ჩანაწერზე დაკვირვების შედეგად თუ შეეძლო ეთქვა განიცადა თუ არა კონკრეტულმა პირმა ფიზიკური ტკივილი. მან განმარტა სასამართლოს ხდომაზე, რომ მსგავსი კვლევა მას თავისი ცხოვრების განმავლობაში არასდროს ჩაუტარებია და ეს ქმედება განახორციელა პირველად. დეპუტატის მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე ლიკა ლორთქიფანიძეს და თათია აფრიამაშვილს 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილების გამოცხადებას ხდომათა დარბაზში ხმაური მოყვარის შემდეგაც მანდატური სამსახურმა რამდენიმე პირს სასამართლოს შენობა დაატოვებინა. საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი პირი მაგდა მამუკელაშვილი, რომელსაც 4000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ინციდენტი 17 მაისს მოხდა, როდესაც კაფეში მყოფ დეპუტატთან აქტივისტების შეძახილებით მივიდნენ. მარიამ ლაშხვა, რომელიც მოხთარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა, მათ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. ქართული ლარის 30 წლის იუბილენდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე ასე ქვია კონფერენციას, რომელსაც 30 ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი ესწრება და ასე აღინიშნება ქართული ეროვნული ვალუტის დაბადების დღე. 1995 წლის 2 ოქტომბრიდან ლარი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა და მას შემდეგ ქვეყნის უცვლელი ვალუტაა, რომელმაც ბევრ გამოწვევას გაუძლო, მათ შორის გლობალური ინფლაციებს. ქართული ლარი დღეს ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა, რომლის სიმყარეს ბევრ ამეზეა დამოკიდებული. ლარი არის ჩვენი ეკონომიკური დამოუკიდებლობის და
სახელმწიფოებრივის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლო. იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ინფლაცია ისევ გამოწვევად რჩება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აქცენტს მონეტარული პოლიტიკის მნიშვნელობაზე აკეთებს. ნათია თურნავა ამბობს, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა რეგიონის ცენტრალური ბანკები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. კონკრეტულმა ფაქტორებმა კი საქართველოში არსებული კარგად გააზრებული მონეტარული პოლიტიკა უფრო მნიშვნელოვანი გახადა. გასული 3 ათწლეული იყო როგორც მიღწევებით, ასევე ბევრი გამოწვევით სავსე პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ლარმა შეასრულა თავისი მთავარი ფუნქცია, თავისი მთავარი დანიშნულება ყოფილიყო სანდო, სტაბილური ვალუტა, ეკონომიკური ურთიერთობების და მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრებისთვის. ლარს რომ ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობაში გადამწყვეტი ფუნქცია აკისრია, კონფერენციის მთავარი ტრიბუნიდან დღეს არაერთხელ ითქვა. საერთაშორისო საფინანსო სივრცეში საქართველოს ეროვნული ვალუტის განვითარების ეტაპებზე გააკეთა აქცენტი საქართველოს პრეზიდენტმა. ლარი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის მტკიცეს აყრდენს. ჩვენმა საფინანსო სისტემამ დაამტკიცა თავისი სიძლიერე და შეინარჩუნა მაღალი საერთაშორისო რეიტინგები. ეს იუბილე, რომელიც 30 წელია უკვე გვაქვს ჩვენი ეროვნული ვალუტა ლარი, მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ თითოეულ თქვენთაგანს და ჩვენს ქვეყანას უსურვო სტაბილურობა, მშვიდობა და ყველა მოქალაქეს ფინანსური კეთილდღეობა. წარმატებული საბანკო სექტორი, სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ინფლაციის შემცირება. ფორუმის სტუმრებს ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებაზე გაუზიარა ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეკონომიკური სტაბილურობის შედეგად ლარის მიმართ საზოგადოების ნდობა მზარდია, რაშიც ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკა გადამწყვეტ ფუნქციას ასრულებს. კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ლარის შემოღების თაობაზე და მაშინ ძალიან გამძაფრდა ჩვენი შეგრძნება იმისა, რომ სახელმწიფოებრიობა ვითარდებოდა, ამასთან პირდაპირ იყო დაკავშირებული ჩვენი ახალი ეროვნული ვალუტის შემოღება. ჩვენს თვალწინ დაიბადა ლარი, აიდგა ფეხი და დღეს ლარი არის უკვე ჩამოყალიბებული როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო. რეგიონში გვაქვს სამაგალითო საბანკო სექტორი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა სწრაფი ეკონომიკური ზრდით. ინფლაცია 3-ის მაჩვენებელთან, 3%-იან მაჩვენებელთან არის ძალიან ახლოს. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზების მიხედვით, საქართველოს მსოფლიო მასშტაბით არის მოწინავე სამეულში ეკონომიკური ზრდის პროგნოზის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გაგრძელდეს განვითარების ეს გზა. ეროვნული ვალუტის განვითარების მიმართულებაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ. თქვა, რომ ქართული ლარი ღირსეულად უმკლავდება ყველა გამოწვევას და იმ მემკვიდრეობას წარმოადგენს, რომელიც ერის საამაყო ისტორიასა და იდეოლოგიას გამოხატავს. ლარის შემოღებით საქართველოში ახალი ეტაპი დაიწყო. ეს იყო უდიდესი ნაბიჯი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე. ეროვნული ვალუტა იქცა ქმედუნარიან ინსტრუმენტად საქართველოს იმ ეროვნული ინტერესების გასატარებლად, რასაც მშვიდობა, კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა ერქვა. დღევანდელი თარიღი გვახსენებს იმ დიდ გზას, რომელიც საქართველოს ეროვნული მონეტარული სისტემის განვითარების მიმართულებით გაიარა. ლარი არამხოლოდ ფინანსური ერთეულია, არამედ ეკონომიკური სუვერენიტეტის, სტაბილურობისა და განვითარების სიმბოლო. კონფერენციას მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, ისლანდიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი და სომხეთის ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. ფორუმში ბელგიის, რუმინეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, მონტენეგროს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ისრაელის, ინდოეთის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირებიც მონაწილეობდნენ. საქართველოს ეკონომიკა ისევ გაიზარდა და 2025 წლის პირველ 4 თვეში 8.8% შეადგინა ეკონომიკური ზრდის მთავარი განმაპირობებელი IT სექტორში ბრუნვის ზრდა იყო, ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საფინანსო და სადაზღვევო, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორებმა. საქსტატი ყურადღებას ამახვილებს 14%-ით გაზრდილ ექსპორტზეც, განსაკუთრებით კი ევროკავშირში. მხოლოდ გასულ წელს ევროპის ქვეყნებში საკუთარი პროდუქცია 1200-ზე მეტმა ქართულმა კომპანიამ შეიტანა. 2025 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 7.5%-ით.
საქსტატის მონაცემებით ეკონომიკური ზრდის ტენდენცია 2025 წლის დასაწყისშიც შენარჩუნდა. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ფონზე მიმდინარე წლის პირველი 4 თვის საშუალო მაჩვენებელი 8.8%-ით განისაზღვრა. ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი სხვადასხვა სექტორმა შეიტანა. ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორი, ასევე საავტომობილობითი მრეწველობა, უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორი, ტრანსპორტი და დასაწყობება. 2025 წლის აპრილში ქვეყანაში დარეგისტრირდა 5700-მდე ახალი საწარმო. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებით 2025 წლის ეკონომიკური მაჩვენებლები ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას ადასტურებს. ამბობენ, რომ მიმდინარე ტენდენცია დადებითად აისახება საინვესტიციო კლიმატზე და სხვა ბენეფიტებთან ერთად ხელშეუწყობს ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას. საქართველოს მთავრობა აგრძელებს სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას, რაც ხელს უწყობს ეკონომიკაში პროდუქტიულობის ზრდას და საბოლოო ჯამში ქვეყანაში პოტენციური ეკონომიკური ზრდის დაჩქარება. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ აღნიშნული ტენდენციები მომავალ თვეებში შენარჩუნდება. ძლიერდება ეკონომიკა, მაღალი ტემპია, გამორჩეულად მაღალი ტემპია სოფლიოსა და რეგიონალური მასშტაბით. ეკონომიკური ზრდა, კეთილდღეობის პარამეტრების გაუმჯობესება ამცირებს სიღარიბებს, ზრდის დაქერებულთა სამუშაო ადგილს დასაქმებულთა რაოდენობას, აუმჯობესებს ეკონომიკას. ექსპერტების შეფასებით მიმდინარე ტენდენციები ქვეყნის განვითარების პოზიტიური დინამიკის მაჩვენებელია, რაც ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზე ნდობის ფაქტორს ზრდის. დღევანდელი მონაცემით კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოში ჩვენ მივიღეთ ამ თვეების განმავლობაში იმაზე ბევრად მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე თუნდაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებდნენ. ეს სიმფონზეა, როდესაც ეროვნული ვალუტა არის სტაბილური და ინფლაცია არის დაბალი. ეს იწვევს უკვე ეკონომიკური ზრდის სარგებლის გავრცელებას საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ამ ნიშნულით საქართველოს ინარჩუნებს ერთგვარ სიგნალს კლავინდებურად საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, რომ იქნეს უფრო ახალი და სტაბილური ინვესტიციები მოზიდული ჩვენს ქვეყანაში, რაც ერთი მხრივ შეუწყობს ჩვენი ქვეყნის შიდა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებას და მეორე მხრივ საქართველოს აქცევს იმ რეგიონულ ცენტრად. 2025 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდის წინასწარის შეფასებას საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს გამოაქვეყნა. ხვალინდელი ფინალისტი ნიუ-იორკ ტაიმსი ხვიჩა კვარაცხელია შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით ხვიჩა კვარაცხელია პარის სენ-ჟერმენის ქართველი მხატვარი, რომლის უნარმა მამამისის სიცოცხლე გადაარჩინა. სტატიაში ავტორი საუბრობს ქალაქზე, სადაც მსოფლიო ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავი დაიბადა და გაიზარდა და რომელიც კავკასიის მთებითაა გარშემორტყმული. წალენჯის ხაში მხოლოდ 25,000 მაცხოვრებელია, თუმცა როგორც გავლენიანი გამოცემა წერს, რაიონიდან ბევრი სახელოვანი ქართველია. ტერენტი გრანელი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული პოეტი და მელიტონ კანთარია, რომელმაც რაიხსტაგზე საბჭოთა დროშა აღმართა 1945 წელს. ნიუ-იორკ ტაიმსი საუბრობს ხვიჩა კვარაცხელიას მამაზეც, რომელსაც 18 წლის ფეხბურთელმა თავისი ერთ-ერთი პირველი ხელფასით ოპერაცია დაუფინანსა და ამით გადაარჩინა მამის სიცოცხლე. ხვიჩა კვარაცხელიას ხვალინდელ თამაშს ელოდება მთელი საქართველო, მთელი მსოფლიო კი ჩემპიონთა ლიგის ფინალს მიუნხენში, სადაც ერთმანეთს პარის სენ-ჟერმენი და მილანის ინტერი დაუპირისპირდებიან. ქართველი ვარსკვლავი ძირითად შემადგენლობაშია და მასზე დიდი მედებს ქართველებთან ერთად ფრანგებიც ამყარებენ. ლუის ენრიკე კვარაცხელიას სრულ ნდობას უცხადებს, ისევე როგორც მისი თანაგუნდელები, რომლებთან ერთადაც ქართველმა ფორვარდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე რთული გზა გაიარა. ხვიჩა კვარაცხელია ამ წუთებში ვარჯიშობს ალიანს არენაზე, უკვე ხვალ თბილისის დროით საღამოს 11 საათზე მიუნხენის გადავსებულ სტადიონზე გავა და იმედი გვაქვს, რომ ამავე სტადიონზე აღმართავს ჩემპიონთა ლიგის თასს, რომელიც ისევე საოცნებოა კვარაცხელიასთვის, როგორც პარის სენ-ჟერმენისთვის. ფრანგების ყველაზე ტიტულოვან გუნდს ბევრი თასი აქვს აღებული, თუმცა არასდროს მოუგია ჩემპიონთა ლიგა, რომელსაც ხვალ ქართველ ვარსკვლავთან ერთად აუცილებლად მოიგებს. კურიერი მიუნხენშია და ახლა ლაშა დვალიშვილი გერმანიიდან მოგვიყვება, რა ხდება ქალაქში, სადაც ხვალ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იმართება. საღამოშიდობის ნათია დათო მოგესალმებით. კურიერი ყველგან არის, სადაც მნიშვნელოვანი რამ ხდება არა მარტო სპორტული, არამედ ზოგადად. რაც შეეხება სპორტულს, რა თქმა უნდა, ვართ მიუნხენში, ვართ მიუნხენის ალიანს არენაზე, სადაც ამ წუთებში ხვიჩა კვარაცხელია და პარის სენ-ჟერმენი მართავენ საცნო პროცესს. ეს არის ბოლო ვარჯიში ხვალინდელი შეხვედრის წინ და აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ გუნდში არის ფანტასტიკური განწყობა, რომელსაც ქმნიან ფეხბურთელები, რომელსაც ქმნის ლუის ენრიკე და ეს
აი ამ ვარჯიშის წინ მოთელვის პერიოდში ჩანდა ბევრი სიცილი, ბევრი ხალისი, ბევრი გართობა და მოკლედ ყველაფერი იმისათვის და ყველანაირი იმ განწყობის შექმნა, რომელმაც ხვალ პარის სენ-ჟერმენს უნდა მოუტანოს გამარჯვება. მე გეტყვით რომ თავარი სანერვიულო ქართულ გულშემატკივარს რაც პირველია ქონდა ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რომელმაც მას გამოატოვებინა საფრანგეთის თასის ფინალი, თუმცა უნდა ითქვას რომ დღეს ხვიჩა კვარაცხელია მინდორზეა არის მწყობში, გამოიყურება ძალიან ლაღად, ძალიან თავისუფლად, ისევე როგორც პარიზელთა სხვა ფეხბურთელები და ეს არის იმის იმედის მომცემი, რომ ხვალ აი მუშეღავად ორთაბრძოლაში, რომელიც აქ ამ სტადიონზე გაიმართება, ქართველის გუნდი გამარჯვებას მოიპოვებს. დღე ძალიან საინტერესო იყო დღის განმავლობაში, რასაკვირველია უკვე რამდენიმე დღეა მიუნხენი ემზადება ამ უაღრესად მნიშვნელოვანი წლის საოცარი თამაშისთვის, რომელიც უნდა გაიმართოს ხვალ აქ ამ სტადიონზე და დილიდან თავისთავად ცხადია განწყობა შექმნილია საზეიმო მიუნხენის ქუჩებში და ჩვენ გვაქვს საშუალება ნახოთ პარიზელის გულშემატკივარი, რომლებიც დილიდან უნდა ითქვას, რომ ქალაქის სხვადასხვა ლოკაციებზე ზეიმობენ უკვე წინასწარ პარიზული კლუბის გამარჯვებას და რასაკვირველია ამაყობენ იმით, რომ PSG-ს რიგებში ჩარიცხულია ხვიჩა კვარაცხელია და სწორედ მისი იმედი აქვს ხვალინდელ შეხვედრაში. ეს მართლაც უნიკალური მოვლენაა. ჩვენ გუნდში გვყავს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, კვარა. ის აშკარად კილიან მბაპეზე უკეთესია. კვარამ გუნდს სრულიად განსხვავებული ენერგია შემატა. რაღაც ისეთი, რაც სრულყოფილ გუნდს აკლდა. ჩვენ გვიყვარს მისი მებრძოლი ხასიათი. კვარა მებრძოლია და სწორედ ეს მოგწონს მასში. შორიდან ჩამოვედით, ხვალ დიდი თამაშია. ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ. მთელი ცხოვრება ამ მომენტს ველოდით. მთელი საქართველო გვერდით უდგავართ კვარაცხელიას და გვინდა უპირველეს ყოვლისა PSG-მ გაიმარჯვოს. მაგარი ფეხბურთი იქნება და ყველა კმაყოფილი დარჩებით, ფაქტია და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ საფრანგეთი და PSG გაიმარჯვოს. კვარას გაუმარჯოს, საქართველოს გაუმარჯოს, შემოგევლეთ მე. ხვალ ალბათ გაცილებით უფრო მეტი იქნება ასეთი შეძახილი კვარას გაუმარჯოს და საქართველოს გაუმარჯოს და ღრმად მწამს რომ სწორედ ასე დასრულდება ხვალინდელი დღე. დღევანდელ გრაფიკს წმინდა საფეხბურთო კუთხით რაც შეეხება გეტყვით რომ ჯერ განრიგის მიხედვით მილანელი ფეხბურთელები მოვიდნენ ალიანს არენაზე, მათ ჰქონდათ პრესკონფერენცია შემდეგ ვარჯიში და პრესკონფერენციაზე ერთ-ერთი ქართველი ჟურნალისტის კითხვას უპასუხა ლაუტარო მარტინესმა, რომელიც დასმული იყო თავისთავად ცხადია კვარაცხელიაზე, თუმცა მან კონკრეტულად ხვიჩაზე რამდენიმე სიტყვა და მერე მთლიანად შეაჯამა პარიზული გუნდის ფეხბურთელების შესაძლებლობა, შეგვიძლია ეს კომენტარიც მოვისმინოთ. ხვიჩა კვარაცხელია მაღალი ხარისხის ფეხბურთელია, ძლიერია ერთ-ერთზე თამაში და ძალიან სახიფათოა თავისუფალ სივრცეში. ამიტომ ყურადღება მხოლოდ მის მიმართ კი არა, მთელი რიგი მაღალი დონის მოთამაშეების მიმართ გვმართებს. სწორედ ამიტომ საჭიროა კარგად მოვემზადოთ. სულ რამდენიმე საათი გვრჩება მოედანზე გასვლამდე, გვაქვს ბოლო ვარჯიში, შემდეგ კი დავისვენებთ და ვკონცენტრირდებით იმაზე, რომ ვითამაშოთ ფეხბურთი და შევასრულოთ ჩვენი საქმე ხვალ საღამოს. მე ძალიან მეეჭვება რომ ინტერმა და სურვილი მაქვს რომ ინტერმა თავის საქმე ვერ შეასრულოს განსხვავებით აი იმ გუნდისგან რომელიც ახლა ჩვენ ზურგს უკან იმყოფება. მინდა უსურვო პარის სენ-ჟერმენს და პირველ რიგში რასაკვირველია ხვიჩა კვარაცხელიასგან გამომდინარე რომ ხვალ ამ გუნდმა მოიპოვოს გამარჯვება და შესაბამისად აღმართოს ჩემპიონთა ლიგის თასი. ძალიან მძიმე სეზონი ჰქონდა და ვერ დავაკნინებ ინტერის ფეხბურთელებს, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია თავის გუნდთან ერთად უფრო მეტად იმსახურებს ამ თასის აღმართვას. ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ვიდრე ინტერი. დიდი მადლობა ლაშა დვალიშვილს, მის ოპერატორს, რომ მისცა კურიერის და რუსთავი ორის მაყურებელს საშუალება ენახათ ეს უნიკალური კადრები ვარჯიშის ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელის, რომელსაც ბუნებრივია ჩვენ უსურვებთ ხვალინდელ მატჩში. და ველოდებით ჩემპიონთა ლიგის თასს, ასეთი იყო დღევანდელი დღე 30 მაისი და კურიერი 9 საათზე. რამდენიმე წუთში რუსთავი ორის ეთერ სერიალი მიხოდა მარო განაგზავს. შემკითხეს ამ თვას პროექტ მუშაობას და ორ შაბათამდე გემშვიდობით ნახვამდის.